საბჭოთან კავშირის ნაკრებში მხოლოდ 11 მატჩი გაქვს ჩატარებული. და მე ერთ-ერთი ჩემპიონატი იყო, ვერც თქვენ არც უბრალოდ ვერ კი არა, არ დაგასახელეს თქვენ და დათოყიფიან 92 წლის სოფლიოზე. რატო ხდებოდა და როგორ ხდებოდა ეს ამბავი? აი, შვილებს ვიცა ვარ, დღემდე ჩემთვის გაუგებარია და აი არ ვიმყარს მაგ თემაზე ლაპარაკი რა. აი მე რო მეძახოდა ნაკრებში, გივე ბესკოვი, უკვე ვიცოდი რომ მივყავარ როგორც სარეზერვო ფეხბურთელი რა. და ეხლა მე გეტყვით ფეხბურთელის ფსიქოლოგია, შეიძლება ყველასი არა, მაგრამ ნუ მე ჩემ სუბიექტურას ვიტყვი რა. თუ შენ გზნობ ფეხბურთელი რომ ცნელს შენი არ გჯერა, ეგ არის ყველაზე დიდი ტრავმა. ჯერეთი იცედაც მორალური ტრავმაა და მეორე არის რომ თამაზეც გადადის რა. იმიტომ რომ შენ როიცი რომ ამ ტიპს შენი არ ჯერა და ეხლა შენ ჩადიხარ და იმიტომ რომ შეიძლება ბოლოს 15-20 წუთი გამოგიყვანოს და ეგ რა თქმა უნდა არ არის არაფერი რა. მე დარწმუნებული ვარ რომ არა და მაგ პერიოდში თამაშობდი ახალგაზრდულ ნაკრებში. ევროპის ჩემპიონიც ხარ ახალგაზრდულში, ხო? 72-ში ფინალი წავაგეთ ჩეხებთან, მეორე ადგილი ავიღეთ ევროპაში და მე 4 წლის შემდეგ იყო 76 ჩემპიონები გავხდით და ფინალშიც მაგ გოლი შეგდებული და რა მოკლედ იქ ნიკოლაევი იყო ეგეთი მცდელი, რომელიც აი ჯეროდა შენი რა და მე ვგზნობდი მაგას და ყველაზე მაგ ახლა ჩემთვის არ ვიქებ, მაგრამ მაგ ნაკრებში მე დათოყიფიანი, მიშაანი და ფიოდოროვი პახტაკორიდან არიან ეს ორი. ესენი ვიყავით ნომერ პირველი ფეხბურთელები მაგ ახალგაზრდულ გუნდში რა ფაქტიურად. და რომ ეძახოდა და რა ბევრჯერ ეგ დავწერე კიდევაც რომ ნოდარას ვეუბნებოდი პარსადანოვიჩი. არ მინდა მეთქი რა, ნუ არ წავალ მეთქი რა ამ ნაკრებში, იმიტომ რომ ვიცი რაზეც მივდივარ და რაზე უნდა წავიდე. მაგრამ ეგ არ არსებობდა, იმიტომ რომ ამ კომუნისტებს წესი ჰქონდათ, რომ შენ თუ ნაკრებში არ ჩახვედი, შენ შეელო დისკვალიფიკაცია მიეცათ ისეთი, რომ კარიერა დაესრულებინა ადამიანი. ხო, ნუ ფაქტიურად დაკარგავდი ყველაფერს რა. ეხლა დღევანდელ დღეს შეიძლება რომ ფეხბურთელმა უარი თქვას და ბევრი ფეხბურთელი ამბობს ნაკრებში აღარ შემილია და აღარ ვითამაშებ და მორჩა. იქ კომუნისტების დროს მაგას ვერ ეტყოდი რა, იმიტომ რომ ჩათვალე რომ შენი ბოლო თამაშები იყო. ამიტომ იზოლებულები ვიყავით, რომ წავსულიყავით, მეც იქ მერე დათოც იყო, ხო, რომელიც ღირსი იყო, რომ წაიყვანა. ეხლა წარმოიდგინე რა ქნეს ამ ხელმძღვანელებმა 82-ში. ესე იგი, უნდა წაიყვანა 22 ფეხბურთელი. ესე იგი, წაიყვანეს 21 ჯამთველი ფეხბურთელი და 22-ად წაიყვანეს ბურიაკი. ფეხმოთეხილი. მართლა გეუბნები, გიფში ქონდა ფეხი. ეხო ის ცნობილი ფაქტია. ისე რომ წასულიყო გიფსის გარეშე კიდევ გაიგებდა ვიღა. გიფსი წაიყვანეს 22 ფეხბურთელად, რომელიც ოფიციალურად უნდა ითამაშოს, ხო თუ რამე მოხდა. და არ წაგვიყვანა მე, არ წამიყვანა მე და არ წაიყვანა დათოყიფიანი. და ალბათ სხვა გუნდებიდანაც ვიღაცა არ წაიყვანა, გასება მარტო ჩემზე კი არა მაქვს, ჩვენზე კი არა მაქვს აქცენტი. ყველაზე აი ესეთი რაღაცა ხდებოდა იმ ნაკრებში რა. ამიტომ ეგ არის ალბათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ესეთი გაუგებარი სიტუაცია რაც ხო, რაც არ მინდოდა რომ ისა. მით უმეტეს ეხლა 91 წელი ჩავატარეთ, მთელი ევროპა ეხლა დასამალი არ არის და ყველა მიცის რომ მთელი ევროპა გაგიჟებულები იყვნენ ჩვენ გუნდზე და ეგერ მენოტი და უდიდესი მცდელები და პრესაში უდიდესი ჟურნალისტები წერდნენ რომ ეს არის ნომერ პირველი გუნდი მთელ ევროპაში. ეხლა წარმოიდგინე, სადაც არსებობს ინგლისის გუნდები, სადაც არსებობს მაშინ იტალიის გუნდები, გერმანიის გუნდები, ესპანეთის გუნდები, თბილისის დინამოს ასახელებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იმას და თავარი როლზე ჩვენ თამაშობდით ხო სამი, მე, დათო და შენგელია ხო? მე გულისხმობ წინახას. ყველას დიდი როლი აქვს, მაგრამ ნუ წინახას განსაკუთრებული როლი აქვს ნებისმიერ გუნდში, ხო?
და ამ დროს არც ერთი არ არის ნაკრებში რა. გაგიჟდებოდნენ იქაური ჟურნალისტებიც, ჩვენც როგორც ფეხბურთელები და ყველა რა, ვინც ახლა ცოტა საღათაზრობენ.